5 მიზეზი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააკლებს თქვენს ძვირფას მართვის მოწმობას. დავიწყოთ. მეხუთე ადგილი. 40 ქულა დაგაკლდებათ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს ათხოვებთ. მეოთხე ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს ათხოვებთ, თქვენს მართვის მოწმობას 30 ქულა დააკლდება. თუ იგივეს 1 წლის განმავლობაში კიდევ გაიმეორებთ, ამ შემთხვევაში უკვე 40 ქულა დაგაკლდებათ. მესამე ადგილი. ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, მინიმუმ ნანახი მაინც გექნებათ განზრახ მოცურება, ეგრეთ წოდებული დრიფტი. იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენ გააკეთებთ, ფინანსურ ჯარიმასთან ერთად 30 ქულაც დაგაკლდებათ მართვის მოწმობაზე. მეოთხე ადგილი. ავარიის დროს შეჯახებაში ბრალდებული ავტომობილის მძღოლს 25 ქულა აკლდება. და ბოლოს, მეხუთე ადგილი. საავარიო სიტუაციის შექმნაში ბრალდებულს ასევე 25 ქულა აკლდება მართვის მოწმობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს გაინტერესებთ ყველაზე გავრცელებული. რამდენი ქულა გვაკლდება იმ შემთხვევაში, თუ საუბრობთ ტელეფონზე ან არ გუკეთია ღვედი. ტელეფონზე საუბრის დროს 15 ქულა, ხოლო ღვედის არ გაკეთების შემთხვევაში 10 ქულა დაგაკლდებათ. იმისთვის, რომ იმგზავროთ უსაფრთხოდ, გადმოეწყდეთ ბორბალოს აპლიკაცია და გაიმარტივეთ თქვენი საავტომობილო ცხოვრება.